დღევანდელ ვიდეოში ნახავთ. დავიკლოთ წონა თუ დავიკლოთ ცხიმი. მითია თუ რეალობა და კითხვების რუბრიკა. ამიტომ უყურეთ ბოლომდე ვიდეოს. ჩვენთვის რომელია მნიშვნელოვანი? დაიკლო წონა თუ დაიკლო ცხიმი. თუ შენ უბრალოდ წონის კლება გინდა, ეს ძალიან მარტივი არის. იმდენად მარტივი არის, რომ შეგიძლია რომ ვარჯიშები შეამცირო, ჩასვა მხოლოდ კარდიო ვარჯიშები, რადგან კარდიო ვარჯიშების დროს ორმაგად მეტ კალორიას წვალ. ამასთან ერთად შეამცირო შენი კალორიული მეტრაჟი და ჩამოიყვანო მინიმუმამდე. გამოიღო ნახშირწყლები ან შეამცირო მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, იქნება შედეგი დაიკლებ წონას, მაგრამ ეს წონის კლება არ იქნება ჯანსაღი. ეს წონის კლება იქნება მხოლოდ წყლის და კუნთის ხარჯზე და ცოტა ცხიმის ხარჯზე. ზუსტად ესე გამოიყურება სკინიფეტი, როდესაც დიეტებით, ესე უხეში დიეტებით, ძალიან დაბალი კალორიული მეტრაჟით, რაც ჩვენ დღის განმავლობაში ბევრად მეტი გჭირდება და ვიღებთ იმაზე ნაკლებს. კი, შედეგი გექნება, მაგრამ იქნება ეს დროებით. დროებითი, იმიტომ რომ როდესაც დაასრულებ ამ დიეტას და მუდმივად ვერ იქნები ესე დიეტაში, იმიტომ რომ შენი ორგანიზმი ისტრესება, როდესაც დაანებებ დიეტას თავს, აუცილებლად ძალიან მალევე დაიწყებ ჭამას და ეს წონა ისევ დაუბრუნდება თავის საწყის. ან შეიძლება ცოტა მეტსაც კი. და თუ შენ გინდა რომ დაიკლო ცხიმი, ამ შემთხვევაში უკვე სხვანაირი ფაქტორი ირთვება. შენ უნდა ჩასვა კუნთური ვარჯიშები, როგორიცაა მძიმე წონის ვარჯიშები და ამასთან ერთად კარდიო ვარჯიშები. ეს ორივე ფაზა უზრუნველყოფს იმას, რომ შენი ვარჯიში იყოს ჯანსაღი, პლუს ამას კალორიული დეფიციტი შეუქმენი შენ თავს, მაგრამ არა მაქსიმალური, არამედ 25%-მდე. გარწმუნდი იმაში, რომ აუცილებლად დიდი რაოდენობით მიიღებ ცილას და ბოსტნეულს. ნახშირწყლებს მთლიანად ნუ ამოიღებ, მიიღე, რადგან ნახშირწყლები ენერგიის წყაროა. ზუსტად ეს კალორიული დეფიციტი, ზუსტად ესეთი ვარჯიში, დიდი კუნთების და პატარა კუნთების ნაირსახეობის გაკეთება და პლუს კარდიო ვარჯიშების ზომიერად გაკეთება, მოგცემს აუცილებლად კარგ შედეგს. მაგრამ ეს შედეგი იქნება დროში ცოტა გაწერილი. იმიტომ რომ ამ ყოველივეს სჭირდება ცოტა მეტი დრო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დროსთან ერთად ეს ყოველივე იქნება ბევრად უფრო ეფექტური, რადგან თქვენ წონას მალევე ვეღარ მოიმატებთ. 2018 წელს ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით ადამიანების ჯგუფმა, რომელმაც მხოლოდ დიეტით დაიკლო წონა, მათი 30% კუნთური მასა დაიკარგა. ხოლო მეორე ჯგუფმა, რომელმაც დიეტით და თან სწორი ვარჯიშით, მძიმე წონებით, კუნთური ვარჯიშით და ასევე კარდიო ვარჯიშით დაიკლეს წონა, მათი კუნთური მასის შემცირება ან ოდნავ მომატებაც კი დაფიქსირდა. ამიტომ მე გირჩევთ, რომ ივარჯიშოთ და არ შეუქმნათ საკუთარ თავს იმდენად დიდი კალორიული დეფიციტი, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაგაქნევიათ. თქვენი ცხოვრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველა ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენია. მოდი დავიწყოთ მითია თუ რეალობა. პირველი კითხვა არის ესეთი. რაც უფრო მეტ ოფლს გამოყოფ, მით უფრო მეტ ცხიმს წვალ. რა თქმა უნდა, ეს არის მითი, რადგან ოფლის გამოყოფა არაფერ შუაში არ არის ცხიმის წვასთან. ოფლის გამოყოფა ერთ-ერთი ფორმა არის ორგანიზმის, რომელიც კონდიციის სახით ახდენს ამ ყოველივეს და შენი ორგანიზმიდან გამოდის წყალი და არა ცხიმის წვა მიმდინარეობს. ეხლა მე მაგალითად საუნაში რომ დამსვა, ძალიან ბევრ ოფლს გამოვყოფ, მაგრამ ეს არ მოხდება ცხიმის წვის ხარჯზე. ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩემი ორგანიზმი კონდიციას განიცდის და ჩემი ორგანიზმიდან გამოდის წყალი. შემდეგ, შეგიძლია დაწვა ცხიმი და თან კუნთი ააშენო, რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, მაგრამ არის რთული რეალობა. ბევრ ადამიანის ჯგუფს ეს არ შეუძლია, დამწყებებს უფრო მეტად და გენეტიკურად დაჯილდოებულ ადამიანებს, იმიტომ რომ კუნთური მასის მატება და ცხიმის კლება ორივე ერთდროულად საკმაოდ რთული ფაქტორი არის. ამისთვის აუცილებელი არის, რომ კარგად გქონდეს კალორიული მეტრაჟი გათვლილი დღის განმავლობაში, რამდენი კალორიას უნდა მიიღებდე და აუცილებლად კარგად უნდა გქონდეს გათვლილი თუ რამდენ ცილას იღებ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ცილა არის კუნთის საშენი მასალა. ნახშირწყლებიც ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ არ შეგვიშალოს ცხიმის წვაში, მაგრამ ამასთან ერთად მოგცეს ენერგია და რა თქმა უნდა, ცხიმი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰორმონალური ფაქტორისთვის, ამიტომ ცხიმიც, ჯანსაღი ცხიმიც აუცილებლად უნდა იყოს ჩასმული. ასე რომ კი, რეალობა არის, მაგრამ რთული რეალობა. შემდეგი კითხვა. კარდიო ანადგურებს შენს კუნთებს? შესაძლებელია. შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კარდიოს ზედმეტად ბევრს ვაკეთებ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ვარჯიშები დაუგეგმავი არის და ყოველდღიურად ჩვენ კარდიოს ვაკეთებთ 2 საათი, კი, რა თქმა უნდა.
ამ შემთხვევაში ეს იქნება რეალობა. მაგრამ როგორც ასეთი რომ მე ავიდე ვარჯიშის მერე ან ვარჯიშამდე და გავაკეთო 20 წუთი, 25 წუთი კარდიო, ეს ჩემს კუნთებს არ დაანგრევს და გაანადგურებს. შემდეგი კითხვა. წონებით ვარჯიში სიმაღლეში გაზრდას უშლის ხელს. ეს ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არის ყველაზე დიდი მითი, რაც კი ოდესმე ჩემს ცხოვრებაში მინახავს, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა მეუნებოდა ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ ივარჯიშო მძიმე წონებით, მიყვარდა იქ ვარჯიში, ხარას ავწევდი, ხარას გადავწევდი, გადმოვწევდი და არ ივარჯიშო მძიმე წონებით, აღარ გამაღლდები. მართალია, რომ არ გავმაღლდი, იმიტომ რომ მეტრა 63 ვარ, მაგრამ ეს ამის ბრალი არ იყო. ეს იყო იმის ბრალი, რომ გენეტიკური ფაქტორი იყოს, პაპა ჩემის გენზე წავედი, არც ის არ იყო მაღალი კაცი და შესაბამისად გენეტიკურად გამოვდექი დაბალი. ხოლო, რაც შეეხება ვარჯიშისას, წონებით ვარჯიშისას ის, რომ სიმაღლეში ვერ გაიზრდები, ეს არის ძალიან დიდი მითი. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რომ ვაკონტროლოთ თუ რა წონით ვივარჯიშებთ, რა საკშიც არ უნდა იყოთ, გინდათ ახალგაზრდა იყოთ, გინდა მოზარდი იყოთ, აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ თუ რა წონით ივარჯიშებთ, იმიტომ რომ როგორც თქვით, თქვენი ორგანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ თუ ტრავმას აიკიდებთ, გამრუდებას დაიმართებთ, მუხლის ტრავმას მიიღებთ და თიაქარს გაიჩენთ, რა თქმა უნდა, ეს სიმაღლეში ზრდას ხელს შეუშლის. მაგრამ როგორც ასეთი წონებით ვარჯიში, პირიქით ძალიან კარგიც არის ჰორმონალური ბალანსისთვის. შემდეგი კითხვა. შეგიძლია დაწვათ ცხიმი ერთ კონკრეტულ ადგილას, მაგალითად მუცლის ტერიტორიაზე. ეს არის მითი, რადგან ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, აი, მაგალითად მუცლის ადგილას მე ვერ დავწვავ ცხიმს. შეუძლებელი არის. აი, ბევრს გონია, რომ ბევრი მოდის და მეუბნება, რომ აი, პრესის ვარჯიშები მასწავლე, რომ მარტივად დავწვა მუცლის ნაწილში ცხიმი, ხო? მაგრამ ესე არ ხდება. თუ გინდა რომ ცხიმი შემცირდეს შენს ორგანიზმში და აღარ გქონდეს დიდი მუცელი, უნდა მოხდეს ცხიმის შემცირება მთლიანობაში, მთლიან ორგანიზმში, ხო? როგორც ასეთი კონკრეტულ ერთ ადგილას შანსი არა, ვერ დაიკლებ, აი, არ არსებობს. ამიტომ ეს არის დიდი მითი და იცოდეთ, რომ თუ გინდათ წონის კლება და ცხიმის კლება, უნდა მოხდეს ეს საერთო ჯამში და არა ერთ კონკრეტულ ადგილას. მუცლის ტერიტორიაზე შედარებით რთული არის, რომ ცხიმი შევამციროთ, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ამიტომ თუ გაქვთ მიზნად, გადადგით ნაბიჯი და აუცილებლად იმუშავეთ ამ ყოველივისთვის, აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. კაი, შემდეგი. როცა ცუდად ხარ, ვარჯიში არ შეიძლება. ამ შემთხვევაში სიტუაციას გააჩნია. თუ შენ სერიოზული ვირუსი გაქვს და 39 სიცხე გაქვს, რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ უარესადაც გახდები, შენი იმუნიტეტი ისედაც დასუსტებული არის და უარესად დააზიანებ. მაგრამ თუ იმ შემთხვევაში არ ხარ ძალიან ცუდად და უბრალოდ სუსტად ხარ, ამ შემთხვევაში ვარჯიში კარგიც არის, იმიტომ რომ გაფართოვდება თქვენი სისხლძარღვები, გააკეთებთ კარდიოს, ივარჯიშებთ, პირიქით იმუნიტეტი უფრო გამოგიუმჯობესდებათ და შეძლებელია გამოჯამრთელდეთ კიდევაც, იმიტომ რომ როდესაც ოდნავ სუსტად ხარ, ვარჯიში რატომაც არა კარგია. მაგრამ არა იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც ჩვეულებრივად ვარჯიშობ. მე თუ ოდნავ ცუდად მაინც ვარ და წავედი დარბაზში და სახე გავიძრე და ისე ვივარჯიშე, უარესადაც გავხდები. დასრულდა ჩვენი მითია და რეალობა და შემდეგი არის კითხვების რუბრიკა. კითხვების რუბრიკა არის დასმული კითხვები ჩემს YouTube ვიდეოებზე ან TikTok ვიდეოებზე. ამიტომ თუ გექნებათ ნებისმიერი კითხვა, აუცილებლად დამისვით და მე აუცილებლად ყოველ ვიდეოში ვუპასუხებ თქვენს კითხვებს. პირველი, კედი და ტრიცეპსი, ზურგი და ბიცეპსი, კომბინაცია არ სჯობს. ესეთი კითხვა იყო ერთ-ერთ ვიდეოზე, სადაც ვსაუბრობ, რომ თუ გავაკეთებ მკერდს, გავაკეთოთ ბიცეპსი და თუ გავაკეთებ ზურგს, გავაკეთოთ ტრიცეპსი, რადგან ვიცით რომ კერძს როცა ვაკეთებ ტრიცეპსი დამხმარე კუნთი არის, ზურგის შემთხვევაში ბიცეპსი არის დამხმარე კუნთი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავაკეთებთ ესე რომ მკერდთან ტრიცეპსი გავაკეთო, რომელიც დამხმარე არის, შეცდომა არ არის. არანაირად არ არის შეცდომა. არც ის ვარიაცია შეცდომა, არც ეს ვარიაცია შეცდომა. თავარი არის მგრძნობელობა. თქვენ როგორ გრძნობ? თუ შენ უკეთესად გრძნობ მკერდის დღეს ტრიცეპსის ვარჯიშს და შენთვის ეფექტური არის, რატომაც არა? გქონდეს ჩასმული ასე. და თუ შენთვის ის უფრო უკეთესი არის, რომ დაასვენო ტრიცეპსი ისედაც დაღლილი არის და გააკეთო ბარემ ბიცეპსი და მაქსიმალური დატვირთვა მიისცე ბიცეპს, მინიმალური დატვირთვა გქონდეს ტრიცეპს და მაქსიმალური დატვირთვა გქონდეს მკერდს, შემდეგ დღეს ტრიცეპს უფრო კარგად დატვირთავ და ბიცეპს დამხმარე კუნთად გამოიყენებ. ჩემთვის ეს ყველაზე იდეალური არის. მაგრამ თქვენთვის შეიძლება ასე იყოს. ამიტომ ორივე ცადეთ, ერთი თვე გააკეთეთ ისე, ერთი თვე გააკეთეთ ესე. რომელიც უფრო ეფექტური იქნება თქვენთვის ის ჩასვით, იმიტომ რომ
და იმახსოვრეთ, ეს ყოველივე არის თქვენს მგრძნობელობაზე. თუ ასე უფრო უკეთესად გრძნობ, სწორი და არასწორი აქ არაფერი შუაში აღარ არის. შემდეგ, კვირაში ორჯერ ვარჯიში ეფექტური იქნება თუ არა. იდეაში კვირაში 3ჯერ ან 4ჯერ ვარჯიში არის ყველაზე იდეალური, მაგრამ თუ ვერ ვახერხებთ, კვირაში ორჯერაც რო ვივარჯიშოთ, ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია. მაგალითად, შეგვიძლია რომ ჩავსვათ full body სტილის ვარჯიშები, სადაც დავტვირთავთ როგორც დიდ კუნთებს, ასევე პატარა კუნთებს. ამის შემთხვევაში თუ დავტვირთავთ ზედა კუნთებს, თქვათ 3 ან 4 ვარჯიშით, ანალოგიურად ქვედა კუნთების დავტვირთავთ დიდი კუნთები 3 ან 4 ვარჯიშით და პატარა კუნთები გავაკეთოთ ბოლოსკენ, რომ ხელი არ შეუშალოს დამხმარე კუნთების სახით მუშაობაში. ბატონო, full body სახით შეგვიძლია რომ ვივარჯიშოთ კვირაში 2ჯერ. შემდეგი კითხვა. ვერ ვიმატებ წონაში არადა ყველაფერს ვჭამ. ხო, ეს პრობლემა მეც მქონდა, მეგონა რომ ყველაფერს ვჭამდი და ვერ ვიმატებდი წონაში. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი ფაქტორი. ყველაფრის ჭამაში რა იგულისხმება გააჩნია. შეიძლება შენ ჭამდე დღეში 2ჯერ და 2ჯერვე შაურმას ჭამდე. მე პირადად დღეში 2ჯერ მაქვს შაურმა შეჭმული, საათნახევრიანი, 2 საათიანი ინტერვალი. და ვამბობდი რომ ყველაფერს ვჭამ და ვერ ვიმატებ. ამ დროს ვიყავი 50 კილო. და რავი, ჩემთვის მომატება იყო აი შეუძლებელი, მართლა ყველაფერს ვჭამდი და არაფერი შედეგი არ მქონდა. როგორც კი კვება დავარეგულირე, გადავანაწილე 3-4 კვებად, მივიღე იმდენი კალორია, ვიდრე მჭირდებოდა. ვთქვათ, თუ დღის განმავლობაში მე მჭირდებოდა 1500 კალორია, 400 კალორიით, 500 კალორიით მეც ვიღებ. ანუ 2000 კალორიას, ხო, ამ შემთხვევაში უხეშად ვსაუბრობ. როდესაც მე ამ ზედმეტობით კალორიას ვიღებდი, რა თქმა უნდა, წონის მატება დაიწყო და დაიწყო. რაც თავარია, კალორიები მოვუმატე ჯანსაღად, როგორც ცილებით, ნახშირწყლებით, ასევე ჯანსაღი ცხიმებით. ამ ყოველივე ჩემი წონა ნელ-ნელა წინ წაიღო და პლუს ამას ვარჯიშობდი ტრენაჟერებზე საკმაოდ კარგად და საკმაოდ კარგი შედეგი დავდე. მოკლედ, რო ვთქვათ, სადღაც 6 თვეში მქონდა პლუს 7 კილო და მალევე პლუს 12-13 კილომდეც ავედი. ახლა ამ მონაკვეთში პლუს 10 მიჭირავს, 50 კილოსო შევადაროთ, 61-60 კილო ვარ, მაგრამ უფრო მეტის საშუალებაც არის და უფრო დიდი შედეგი დაიწყო. ამიტომ მეგობრებო, ჩემი რჩევა იქნება, რომ უბრალოდ კვებები გადაანაწილო, მიიღო ცილა, ნახშირწყალი, პოსტნეული, ცხიმი. აუცილებელი არის, რომ ცილა მეტი ქონდეს, ნახშირწყლებისაც მოუმატე, აუცილებლად მიიღე ჯანსაღი ცხიმები და ივარჯიშე, აუცილებლად გექნება შედეგი. წარმატებებს გისურვებ და ვისაც რა კითხვა გექნებათ, ამიწერეთ კომენტარებში, რომ მე თქვენს კითხვებს უპასუხო შემდეგ ვიდეოში. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, ხო, დალაიქოთ, დააკომენტაროთ და გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ გინდათ რომ უკეთესი ვიდეოები შეგხვდეთ და შეგხვდებით მომავალში. კარგად ზანდებოდეთ.